მაქსაიძე თუ სამბურგოსაც შეხება, ხო, აი წარმოიდგინე თან ხარ არსებობს, რომ ისეთი პრობლემური მებრძოლი არის, ხო? აი იმდენად სტილისტიკურად არავის არ უნდა რუსლანისთან ჩხუბი, ხო? რომ თან ხარ არსებობს, რომ რა შევთავაზოთ, ანუ უკვე რაღაც აი ძალიან ძალიან მაღალ რისკებს უნდა გადავახდეთ, რომ რუსლანისთან სათანადო მეტოქი ვნახოთ რა. მმ. ძალიან ბევრი ჯახსნასთან ქონდა. ეხლა მადლიზა 6-2-ზე აქვს რეკორდი მეტოქეს და ანუ ადეკვატური მეტოქი არის, თვითონ მმ. დომინანტური მებრძოლი არის. კიდევ ნახეთ ისეთი მებრძოლი, რომ ებრძოლოს რა. თორე აი მმ. სრულად ვინდო რომ ჩამეხსნა სიმართლე გითხრა კარდიდან რა, რადგანაც ანუ სუსტ ოპოზიციას მირჩევნია სრულად არიჩოვლებს რა. რადგანაც აი ძალიან დომინანტური, ძალიან სერიოზული მებრძოლი არის რა. და ეხა მაქს ფაიძე რო იასპარეზებს, ეს არის აუცილებელი საპრეტენდენტო ბრძოლა. საპრეტენდენტო რას ნიშნავს რა? აი პრეტენდენტის სტატუსის მოსაპოვებელი ბრძოლა არის მაქს ფაიძე რა. და შემდეგ რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა მაქს ფაიძ მოულოცო ის, რომ ლიგა გაიზარდა. ძალიან გაიზარდა მედია თვალსაზრისით, ძალიან გაიზარდა ფინანსური თვალსაზრისით. ოლიმპიური სპორტის სასახლეში იქნება ივენტი, სადაც ძალიან ბევრი ხამაყურებელი და შეიძლება ათასობით მაყურებლები შეიძლება დასწრებას. სადღაც 3-დან 5,000-მდე არის მოლოდინი მაყურებლის და პლუს კარდი ძალიან საერთაშორისო გახდა. რამოდენიმე მებრძოლები არის, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს და ვау. 100,000-ობით გამომწერები ყავთ, რომელიც ანუ საერთ საზღვარგარეთ ყურადღება რომ მოიპოვოს მაქს ფაიტმა რა. რა ვიცი, ძალიან მაგრა ულოცავ დავით ქირიას, რომ აი მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე მისი თავდადებიდან გამომდინარე, მე თქვენ გეტყვით მაყურებლებო, რომ აი ისეთ პატარა ბიუჯეტს ჩატარებდა ისეთი დიდ მაგარ ტურნირებს, ხო, ზოგადად მმ. მაგარ ბრძოლებს, რომ ანუ ღირსეულად მიაღწია იმ პოზიციას, რომ დღეს მისი ორგანიზაცია კიდევ ერთი აღმომავალი ორგანიზაცია არის რა. მმ. რომელიც დარწმუნებულია ტრენდსეტერი იქნება ბევრ რაღაცაში მომავალში რა, რომ ბევრ მმ. ტრენდებს აფუძნებს და მე გამიმართლა რომ მაქვს საშუალება მაგ ორგანიზაციის matchmaking-ში მივიღო მონაწილეობა, ნაწილობრივი MMA-ის matchmaking-ში და რავი, ძალიან 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 მაგარი ბრძოლები არის. ძალიან მაგარი კარდი არის, ძალიან მაგარი ზოგადად აი ისტორია ხდება რა, ასე რომ თქვა რა, Max Fight-ის თვალსაზრისით და მმ. რუსლანისთვის ძალიან მაგარი არის, რომ აი კიდე ერთ ორგანიზაციის, აი როგორ მინდა იცი, როგორი ხედვა რუსლანი რა. რუსლანი უნდა იყოს ქართული MMA-ის მეტი. და რო დაინახონ საერთაშორისო ასპარეზზე, ანუ ჩვენ ქართული აუდიტორია, ხო, უნდა მივცეთ UFC-ს ასე რომ ვთქვათ რა, უნდა მივცეთ აი რაღაც სხვას. თუ გვინდა საუბარი, ჩვენ არ მივალთ ახლა რუსლანი არის რეალურად UFC-ს დონის მებრძოლე, ახლა და ანუ ბევრი UFC-ს და სხვა ორგანიზაციების ტოპებთან აქვს დამუშავარი ნასპარინგები, ნაჯიდავები და არ ჩამორჩება, მე გეტყვით თქვენ მაგას. არანაირ შემთხვევაში თუ არ ჯობნის, უეჭველი არ ჩამორჩება. და ანუ აქვს ამ ადამიანს ყველაფერი აქვს, ასაკიც უწყობს ხელს, სტილიც აქვს ისეთი სათანადო დომინანტური და გამარჯვების სტილი აქვს და უმუშაობთ იმაზე, ფარმავთ ჩვენ აუდიტორიას, ესე რომ ვთქვათ რა, ვიზდით კიდე აუდიტორიას და როცა დაიწყება რუსლანიზე საუბარი, სხვა ლეველზე უნდა დაიწყოს საუბარი, რომ ამ ადამიანმა ხო ლოკალური არენა დახურა დომინაციით. ერთი მარცხი აქვს ბოლო წლებში რუსლანის, ბოლო 5 წლის განმავლობაში, სადაც ანუ ისაც მოპარე, აი ნამდვილად გეუბნებით, მაჟორიტარი დესიჟენი იყო და თქვენ დღეს რო დაჟე და ბრძოლას რო უყურებთ, ხო, აი ვერ მიხდებით რატო უნდა მისცე მის მეტოქეს მმ. პირველი რაუნდის გარდა რომელიმე სხვა რაუნდი, ასე რომ თქვა რა. და ანუ ძალიან ძალიან დომინანტური მებრძოლია. მე მის გამარჯვების სერიას უფრო მეტ დიდ რიცხვს მივანიჭებდი, ვიდრე რეალურად არის, მაგრამ შეიძლება მაგას და აქვს რუსლანი ღებულობს ყველა გამოწვევებს. რუსლანისთვის სტილისტიკურად სტილიდან გამომდინარე ძნელია, რომ მაგასთან არ ღებულობენ ბრძოლებს რა ზოგადად. მაგი არის რუსლანისთან პრობლემა. იმიტომ რომ აუ ამის უკან ხო 11-0-თან მივიღეთ ჩვენ ბრძოლა აბუ-დაბიში UAE Warriors-ში და იმიქიდან ვარი მოგვივიდა წარმოიდგინე რა, მმ. ახლა იციან რომ სტილისტიკურად რუსლანი გადაუვლით რა. და აბსოლუტური ფლანგმანი, აბსოლუტური აი ძალიან ძალიან მაგარი კადრი ქართული MMA-ის რუსლან ბოლქვაძე ბრუნდება 28 თებერვალს, ბრუნდება კიდე აი ძალიან მაგარ კომპანიაში რასაც კიდე კიკბოქსერი მოყვება ეს პაპაო არის ძალიან რაღაცა სწაული მმ. კიკბოქსერი მაგის ნოკაუტი მინდა კიდე მუშაობა ჩავაქცოლოთ მინდა რა ისეთი მაგარი მებრძოლი არის რომ
რავი, შემდეგი გიორგი მალანია და შემდეგი დავით ქირია არის ისე გამოიყურება, ასე ვთქვათ რა, ქართულ სპორტში რა. მაგარი ამბავია, რომ ეს ბაქსფაიტი იზრდება და გაიზარდა. ფაქტიურად გაიზარდა და მოყოლებელი კიდე არის რასელოდება და კიდე გაიზრდება. წარმოიდგინეთ რა. და რაც არის მაქსფაიტი, კიდე რაც მაქსფაიტს აქვს კიდე დადებითისება, ხო, ზოგადად ხო მებრძოლებს არ უზრუნავს თვით რეპრეზენტაციის საშუალებას რა. თვით რეპრეზენტაციის საშუალება რას ნიშნავს? რომ თქვენ შეგიძლიათ ხო თქვენი სპონსორები მოიყვანოთ, თქვენი სპონსორებს თქვენზე ამუშავეთ, თქვენ ეკიპი, თქვენ რაც კიდე თქვენ ჩაიცვით რა. ჩვენ ხო, ხელთათმანებს მოგაწოდებთ ხო. და თქვენი სტილი გამოავლინეთ, თქვენი რეპრეზენტაცია გააკეთეთ, თქვენ იყავით თქვენი თავი. მ. მაგას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, თავარი არის, რომ თქვენ სათანადო დომინანტური ბრძოლა ჩაატაროთ რა და უნიფორმების დრეინგზე საუბარი არც ანუ არის ზოგადად რა. რუსლანს ექნება შანსი რომ ვოქაუტზე გამოვიდეს ფანდურით, ხო თვითონ თავისი ვოქაუტ სონგი შეიცი. ფანდურით არა, მაგრამ ძალიან ბევრი სპონსორებით გამოდის რუსლანი ფუნდურზე და დაემატება არა, ეხო სპორტს. უკრავს ფანდურზე თუ ჩონგურზე უკრავს. ხო, კი, წარმოიდგინე ხო, რუსლანს არა აქვს პატარა ჰოდორარი ეს ბრალებში ვიტყობაზე ხარ რა, ქართული ემემისთვის განსაკუთრებით, მაგრამ სპონსორებიდან უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ჰონორარი და წარმოიდგინე ისეთი ან ამბავი მუშვანის ვოქაუტზე გამოვიდეს, ან თვითონ დაუკრას ის ფანდური. ხდება.